მოგესალმებით, გადაკეტილია ქუჩა, ახლა რაც იქნება იმას ვიზაო. გავაჟღერებ. Zis Rusetis dapali imperia. Zis Rusetis dapali imperia. Dida Bastakarpala. Dida Bakmire. Dida Bakmire. Zis Rusetis dapali imperia. რამე თუ იქნება ახალი იმასაც გადავიღებ. თბილისი მერიოდთან ზებრაზე გადავდივართ, გადმოვდივართ რა. ცოტა ტრანსპორტ შეუქმნით პრობლემა და ეგრევე გვიყრიან ფორმიანები. კიდევ კაი დაჭერაზე არ გადადიან. ერთმანეთს. ხო. აბა ერთხელ კიდე გადავალ და მე რომ ნახოთ. მოვიდნენ ფორმიანები. გვიყრიან რომ აქ მანქანები მოძრაობენ და გადადითო. ახლა მართლა გადასვლა მინდა. რეალურად მინდა გადასვლა და არა რაღაცა ისე. მართლა გადასვლა მინდა, რეალურად ოღონდ. ძალადობენ. ძალით გამოგვიყვანეს აქეთკენ. თავი უგაში ხო არ გონია? ჩემი პირადი პოზიცია. ანუ სამსახუროს ის როგორ საჭიროა და ჩვენ იმას ვსახურებთ, ისიც გჯერა. ამ არალეგიტიმური ხელისუფლებას მე პირადად დაგენების უმრავლესობა არ ემორჩილება და თქვენ არაფერს შუაშია. როგორ არ არის შუაში და შუაში უბნები სამსიანი ნარკოტიკული შპრიცები ისიმეა და
მგონი იქიდან მოგვემატა ხალხი. აქცია მაგად მოინახია მე მგონი. შეგიძლია გვევიდა რა აუ მე მაკავებენო ზებრაზე სიარულის გამო ყოირა და ერთი გოგო და არ ვიცი დააკავეს თუ უბრალოდ იძალადეს მიმართ არ ვიცი აი ეგრე წავიდა რა ვერ გავიდა მაგ მაშამდე გადავიდნენ აქედან მე რო არ მაქვს პრესის ის რა ვქნა მარტო ვიდგე და პრესის ისაც არ მქონდეს არ დავიჭირონ რა ამდენი რა საჭიროა 4 კაცი დგას ხო მე ვერ მარტო ვარ Okay, okay. Oh, we can work over. Okay, I can't. Oh, we're going to What's up, I'm making it, გავერთიანდით ყველა და მივდივართ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. საკუთარი ერის მტერი მოიგოჩება გაუშვენი საკუთარი ხალხის მტერი მოიგოჩება გაუშვენი უსამართლო სასამართლო ხალხის ძალის გეშინოდე უსამართლო სასამართლო ხალხის ძალის გეშინოდე არ დავივიწყებთ სრომացმებს არ დავივიწყებთ სრომაცმებს
ყველა გადავრჩა შემთხვევით თავისუფლება ნიკა ქარამიას თავისუფლება ნიკა ბელიას სალამ თავისუფლება ზურაბ ჯაფარიძეს თავისუფლება ირაკლი ოქრუაშვილს სადღაც გაჩერდა თავისუფლება ირაკლი პატრიაშვილს თავისუფლება მერაბ სარალიძეს თავისუფლება გიორგი ნეფარიძეს თავისუფლება აჩიკო ჩუმპურიძეს თავისუფლება თენგო გველესიანს თავისუფლება დენის კულანინის თავისუფლება გიორგი ჩიკვაიძეს გამარჯვება თემურ თათამაძეს თავისუფლება მზია ამაღლობელს თავისუფლება ანასტასია ზინოვკინას თავისუფლება არტემ გრიბულს თავისუფლება ანრი კაკაბაძეს თავისუფლება ჯანო არჩაიას თავისუფლება გიორგი ახობაძეს თავისუფლება ნიკოლოზ კაციას თავისუფლება თედო აბრამოვს თავისუფლება ლუკა ჯაბუას თავისუფლება გიორგი ტერიშვილს თავისუფლება რეზო კიკნაძეს თავისუფლება ირაკლი ქერაშვილს თავისუფლება სერგეი კუხარჩუკს თავისუფლება საბას ხვიდარიძეს თავისუფლება ნიკოლოზ ჯავახიშვილს თავისუფლება ონისე ცხადაძეს თავისუფლება რუსლან სიდაკოვს თავისუფლება ანრი კვარაცხელიას თავისუფლება გურა მირცხულავას თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს თავისუფლება ლაშა ჩხაიძეს თავისუფლება ზვიად ცეცხლაძეს თავისუფლება საბა ჯიქიას თავისუფლება ირაკლი მიმინოშვილს თავისუფლება ინსაბ ალიევს თავისუფლება თორნიკე გოშაძეს თავისუფლება გიორგი გორგაძეს თავისუფლება ვეფხია კასრაძეს თავისუფლება ვასილ კაძელაშვილს თავისუფლება გურამ ხუტაშვილს თავისუფლება დანიელ მუმლაძეს თავისუფლება ანტონ ჩეჩინს თავისუფლება დავით ხომერიკს თავისუფლება დავით ლომიძეს თავისუფლება გიორგი მინდაძეს თავისუფლება არჩილ მუსელიანს თავისუფლება თემურ ზასოხაშვილს თავისუფლება ვალერი თეთრაშვილს თავისუფლება ანატოლი გიგაუს თავისუფლება მათე დევიცეს თავისუფლება ომარ ოგრიბელაშვილს თავისუფლება საბა მეფარიშვილს თავისუფლება გიორგი ოკმელაშვილს თავისუფლება მარიამ იაშვილს თავისუფლება უჩა აბაშიძეს თავისუფლება ირაკლი მეღვინე თუხუცეს თავისუფლება გიორგი კუჩუაშვილს თავისუფლება დავით კოლდარს თავისუფლება ფრიდონ ბუბუდეიშვილს დამხობა რეჟიმს თავისუფლება რეჟიმის ტყვეს სოლიდარობა რეჟიმის ტყვეს გამარჯვება რეჟიმის ტყვეს გამარჯვება რეჟიმის ტყვეს გამარჯვება საქართველოს მადლობა
მეგობრებო, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც უწყვეტ პროტესტს აგრძელებს. 202 დღე არის და ერთი ამდენიც კი არა, კიდევ ბევრი ამდენი რო დაგჭირდეს, აუცილებლად ბოლომდე ვიქნებით იქამდე, სანამ არ გავიმარჯვებთ. როგორც იცით, გრძელდება უსამართლო სასამართლოები, ხვალ არის 2 საათზე ორი პროცესი, თემურ ზასოხაშვილის და დავით ლომიძის არის 2 საათზე საქალაქო სასამართლოში და ნიკოლოზ კაციას არის 3 საათზე. დღეს საკმაოდ ბევრი ადამიანი იყო სასამართლოზე და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ხვალაც თქვათ ჩვენი სოლიდარობა გამოვხატოთ და ცხადია ვინც შეძლებს მივიდეთ და ასე დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიციაც და ჩვენი მხარდაჭერაც. ერთი ინფორმაციაც რაც გუშინაც და აქამდეც ვაჟღერებდით, როგორც იცით, ეს რეჟიმი განსაკუთრებით ებრძვის მედიას, კომუნიკაციების კომისიას ზეგ განიხილავს ქართული ოცნების სარჩელს, რითიც ფაქტობრივად რაც კიდევ ერთხელ მიმართულია მედიის განადგურებაზე, ამ შემთხვევაში ეს იქნება ჯარიმების სახით და 2-ის ნახევარზეავლაბრის მეტროსთან ვიკრიბებით და შემდეგ მარშით გავემართებით კომუნიკაციების კომისიასთან 2-ის ნახევრიდან 2 საათამდე ამ შუალედში ვიკრიბებით 19 ივნისსავლაბრის მეტროსთან და ვისაც გეცლებათ ძალიან გაგვიხარდება რაც მეტი ადამიანი შემოგვიერთდება, ეს არის მედიის მხარდამჭერი აქცია მარში და შემდეგ უკვე მარშით გავემართებით კომუნიკაციების კომისიასთან და იქაც გვექნება გამოსვლები, იმიტომ რომ ეს ბრძოლა შეუძლებელია ამ ბრძოლაში ჩვენ გავიმარჯვოთ დამოუკიდებელი მედიის გარეშე. თუ მედიას გაანადგურებენ, ცხადია ჩვენს ძალიან დიდ დარტყმას მოგვაყენებენ და ცხადია ჩვენ მედიასთან ერთად უნდა ვიყოთ, ამიტომ ამ ფორმით გვინდა რომ ჩვენი მხარდაჭერა გამოვუცხადოთ მედიას. იცით რომ ჩვენ მოვემართებით საზოგადოებრივ მაუწყებლიდან, აქედან გამომდინარე ჯერ კონკრეტულ თარიღს ვერ გეტყვით, გუშინ ანდრო ჭიჭინაძემაც თქვა და მოუწოდა აი ამ პროპაგანდისტულ მედიებს რომ გააშუქონ სასამართლო პროცესები, რეჟიმის თხოვების ოჯახის წევრები უკვე თვეებია ითხოვენ ეთერს საზოგადოებრივი მაუწყებლისგან, ამიტომ ჩვენ უკვე ახალ შენობასთან დავაანონსებთ ხალხმრავალ აქციას, სადაც ძალიან პრინციპულად მოვითხოვთ რომ რეჟიმის თხოვებს ისევე პრინციპულად როგორც სტუდენტების შემთხვევაში იყო თუ სხვა კონკრეტულ შემთხვევებში სადაც ეს მოვახერხებთ, ამიტომ ჩვენ ამისთვის ვემზადებით და ძალიან მალე უკვე დავაანონსებთ ახალ შენობასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ შენობასთან მორიგ აქციას, სადაც ყველას გთხოვთ რომ შემოგვიერთდეთ. ეხლა მიმდინარეობს გარკვეული საორგანიზაციო სამუშაოები და ამაზე უკვე გარკვეული დროით ადრე გამოვაცხადებთ და ყველას მობილიზებას გთხოვთ. მხოლოდ ასე შევძლებთ რომ თქვათ ეს რაც აქამდე ვერ მოხერხდა, რომ ეთერი რეჟიმის თხოვების ოჯახებისთვის მოგვეპოვებინა, ამ შემთხვევაში მოვიპოვოთ. ძალიან დიდი მადლობა ყველას კიდევ ერთხელ, გელოდებით სასამართლო პროცესებზე, გელოდებით აქ და საზოგადოებრივ მაუწყებელთან ჩვენი ბრძოლა გრძელდება და დასრულდება აუცილებლად გამარჯვებით. და დიპლომატია, გელოდებით ილიასა და აკაკის ძეგლთან ლექცია იწყება სულ მალე. ცეცხლი ოლიგარქიას! ცეცხლი ოლიგარქიას! გელოდებით ილიასა და აკაკის ძეგლთან ლექციაზე დიპლომატია და არაღიარების პოლიტიკა. კიდევ ერთხელ გეუბნებით, მადლობა ყურადღებისთვის. ვინი საუბრებს ეგაც ბარემ და ვინ გამოვა, ვინ იტყვის? სერგი კაბანაძე. სერგი კაბანაძე. Зеленый. Vis Rusეთის დაბალი იმპერია! Თავისუფლება! Vis Rusეთის დაბალი იმპერია! Თავისუფლება რეჟიმის ხარ!
ორივე მომავალში. Diktatores marcialopis ari bolone. Bolone. Diktatores marcialopis ari bolone. Bolone. Diktatores marcialopis ari bolone. Bolone. Diktatores marcialopis ari bolone. Ide. გადაიწიეთა. რა ხდება, რაზე გარბია? რა ხდება? არ ვიცი. ოჯახიან და არის? ეს მანქანამ და ნას ფეხი გაარტყაო იგაცამ. არა ჩვენია. აიარო მანქანა. წავედით და კავების მანქანები კავების მანქანები მოიყვანეს და იძულებულები ვარ სადმე გავიდეთ ან რავი დაუბრუნდეთ პარლამენტის შენობასთან მიმდებარე ტერიტორიას. გადაწყდა რუსთაველზე გავედიჩო. ხო. ბევრი მანქანა დაკავების შეულებრივი პატრულის 1000 რაღაცა და რა რუსთაველზე გავბრუნდიჩო რა. რა იქნება არის. დაკავებები მოიყვანესო და რამე ერთ ადგილას უნდა წავიდეთ. ამაზე ოცნების რეჟიმის წარმომადგენლები ამობენ არა საქართველოს, არამედ საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას სააკაშვილის და შემდეგ. ოღონდ ეს არის ანაბანა საერთაშორისო სამართლის, რომ ოდესაც რაღაცას აკეთებს ხელისუფლების წარმომადგენელი, ჩვეულებრივად საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი საბაზისო პრინციპია ეს არის მიკუთვნებადი ქვეყანას. ამიტომ ამ ხელისუფლების, ამ რეჟიმის ცდილობა, რომ ომი დააბრალოს
წინა ხელისუფლებას არის რეალურად თელობა იმისა, რომ ომი დააბრალოს საქართველოს. ამას აქვს ძალიან სერიოზული პრობლემები. ამის ასე დადასტურებას, რაც არ უნდა კონკრეტულ ადამიანს დააბრალოს, სულ ერთ ადამიანს რო დააბრალო, აი სულ მე რო დამაბრალო, ხო? მიხართ იმისა, რომ მე არ ვიყავი მაშინ რაღაც მაგალითად ამდეობის, აი მეც რო დამაბრალო, ხო მე დავიწყეობ, ხო სერიკაპარად, რომელიც იყო რაღაც თანამდებობაზე საგარეო საქმეთა სამინისტროში. ესეც კი არის მიკუთვნებადი სახელმწიფოსთვის. ანუ როგორც კი ამას ისინი ასე ვთქვათ ჩააცემენტებენ იურიდიულად, აი თქვენ რომ ამ კომისიამ დაადგინა, რომ საქართველოს დაიწყო, ეს იქნება უდიდესი პრობლემა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობაში. უდიდესი პრობლემა. იმიტომ რომ ესენი ხშირად ამას იყენებენ პროპაგანდისტულად, აქაური მიზნებისთვის, რომ პროპაგანდა მერე გაბეროს ესათუისტება და ერთხელ წარმოაჩინოს, რომ აი რაც უდი იყო რაღაც წინა რეჟიმი და ძალიან მარტივი აი რამდენიმე წუთიანი ეფექტი შეიძლება იყოს, ხო? მაგრამ ამისი გრძელვადიანი ეფექტი არის ძალიან ცუდი. ჩვენ ნახეთ ახლა, როცა გაეროში გადიოდა გენერალური ასამბლეის დღის წესრიგში იყო რეზოლუცია დევნილეთთან დაკავშირებით აფხაზეთიდან ცხინვალის რეგიონიდან. ეს არის რეზოლუცია, რომ 2008 წლის მერე გადის და იმის მერე ყოველ წელს იზრდება მხარდაჭერთა რაოდენობა. იმ რეზოლუციის განხილვის დროს რუსეთის წარმომადგენელმა პირდაპირ თქვა, რომ ამ რეზოლუციის აგატანა როგორ მოდის თანხმედრაში იმ პოლიტიკასთან და განცხადებებთან, რომელიც საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას. ანუ პირდაპირ ესეც საერთაშორისო ფორუმებზე რუსეთი ციტირებს დღევანდელი რეჟიმის წარმომადგენლებს და ამბობს, რომ რასაჭიროა ამ რეზოლუციის გატანა, რა დევნაზია, რა ცხინვალიდან და აფხაზეთიდან დევნილებზია საუბარი, მაშინ როდესაც აგერ თვითონ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება იძახის, რომ ომი დაიწყო საქართველოს. ამას აქვს ძალიან მძიმე საერთაშორისო სამართლებრივი შედეგები საბოლოო ჯამში ქვეყნისთვის, რომელსაც შეიძლება დღეს ვერ ხვდებით, მაგრამ ეს საერთაშორისო სამართლებრივი პრობლემები ქვეყნის ინტერესების დარღვევა არ ხდება ხოლმე უთიერად და წამიერად. ანუ ეს შეიძლება რამდენიმე წლის მერე სერიოზულად მოგიბრუნდეს უკან. იმიტომ რომ ის რომ დღეს ცხინვალს და აფხაზეთს არ აღიარებს ძალიან ბევრი ქვეყანა, ამის ერთ-ერთი მთავარი, ამას აქვს ორი მთავარი მიზეზი საბოლოო ჯამში. ერთი არის ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა და ევროპის და ამერიკის და მეორე არის ის, რომ ჩვენ ძალიან გამართულად ვყავართ ვიყავით საერთაშორისო სამართლის კუთხით. ყველა ეტაპზე 90-იანებიდან მოყოლებული 2008 წლის ჩათვლით. ის რომ ბევრმა ქვეყანამ, რომელსაც რუსეთი ცდილობდა რომ მოესყიდა, თავის ხარჯს გადაიყვანა, ფული მიეცა, ან რაღაცაში გაეცვალა აღიარება, ეს ბოლოს არ გააკეთა. ხშირ შემთხვევაში არ გააკეთა, იმიტომ რომ იქნებოდა პირდაპირ დარღვევა საერთაშორისო სამართლის და ბევრ მათ შორის სუსტ ღარიბ ქვეყანას არ უნდა რომ საერთაშორისო სამართალი დაარღვიოს თვითონ, იმიტომ რომ შეიძლება მას მოუტრიალდეს მერე უკან. თუ ჩვენ ამ საერთაშორისო სამართლებრივ ძლიერ პოზიციას დავკარგავთ იმის გამო, რომ ეს რეჟიმი იტყვის, რომ საქართველო არის დამნაშავე 2008 წლის ომში, მაშინ ამას შეიძლება მოყოს ნებისმიერი შედეგი აღიარებით დაწყებული, აგზელებული ასე ვთქვათ, ცხინვალის და აფხაზეთის, დამთავრებული იმით, რომ ესეთი ტიპის დოკუმენტები, როგორც არის გაეროს რეზოლუცია, შეიძლება ვეღარ გავიტანოთ, ან მხარდაჭერა არ გქონდეს ხოლმე მისთვის. გასაგებია, მადლობა. მადლობა სერგი საინტერესო ლექციისთვის. ჩვენ ვართ საპროტესტო აუდიტორია, ჩვენ არ გავჩერდებით. ცოდნა ძალა, ცოდნა თავისუფლებაა. ჩვენ დავრეგისტრირდით ესეთი პლატფორმა არის Free Donation-ი, შეგიძლიათ დონაციის სახით დაგვეხმაროთ. ასევე გვაქვს Facebook-ი, Instagram-ი, TikTok-ი და YouTube-ი, შეგიძლიათ რომ გამოგვიწეროთ. მადლობა, მშვიდობიან საღამოს გისურვებთ. უკვე 11-ია 12-ის წუთები, მაქსიმუმ 9 საათში გაიხსნება ქუჩა და ზოგი დარჩება პარლამენტის შენობის წინ 24 საათი. რამოდენიმე ადამიანი დანარჩენი წავა სახლებში. ნახტერბოც ხმა არის თქოს უკვე მოდიან მომხადებით ხო?
აი წამოვიდნენ უკვე ჩემ მხარეს არიან ფინიები თუ ყინავს იერცხელა თავისუფალ სამართალი ყოველთვის სულს ვეძებ ყველგან მაგრამ ისე ვარ სად არის სიმართლისთვის გავარ ხალხი გაყენული თუნდაც ძველი შვილო მოდი ჭამე ჩადი გადაკეთე რუსთაველი ვიბძვი შენ მიყავმევ გავარ მკივა ყვირი კედლებიდან ხატავ შენ მიჯერმე ისევ ხატავ ვიბძვი კედლებიდან განონს ვარღვევ ხადვით განონს ხადვით ნარდი კარტი რიტმი ტაქტი ქუჩებს ვაჭმევ საღებავით